მაგას ვავითარებდი და მინდა რომ მოგიყვეთ კაცო. ჯერ ერთი თუ რამე დასაჭერი აქვს, აგერ გეუბნებით მათ გარეშე არაფერი არ ხდებოდა და შეგიძლიათ მიადგეთ გრიგოლს, მიადგეთ იმას, რა ქვია, ირაკლი ღარიბაშვილს ხადია ჯუანშერი მისი დანიშნულია, მისი კადრი, ახლა ჯუანშერს თხოვენ რომ ღარიბაშვილზე რაღაცა მასალები მიიტანოს და ასე ვთქვათ, ჩვენება მისცეს, დაწეროს, ბევრი მხრიდან უტევენ ახლა ღარიბაშვილს, ხო? იგივე მიქაუტაძესაც იგივეს თხოვენ და ასე შემდეგ. ნახეთ სად მინდა რომ მივიდე. ეხლა რატო ვერ ასახელებენ, რატო ვერ ლაპარაკობენ? აი კორუმპირებული ვიღაცა მე ხარ რაღაცა ინფორმაცია მიცა გომელაური ღარიბაშვილი ლილუაშვილი. ჩემო ძვირფასებო საზოგადოებას უნდა ესმოდეს რომ რატო ეშინია ღარიბაშვილის იმას რა ქვია კობახიძეს და მდინარაძეს. იმიტომ რომ ეს კაცი იყო უშიშროების სუსის უფროსი იყო ლილუაშვილი, სუსის უფროსი იყო თავის დროზე გომელაურიც და უამრავი ინფორმაცია აქვს მათ შორის კობახიძეზეს, მდინარაძეს და ბიძინა ივანიშვილზეც. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენთ? აი ხო ყეყეჩობენ. მოკიდონ ხელი და დაიჭირონ რომელიმე რა. არა ინტერესებთ იქნება ბიძინაზე გადიან პირდაპირ. აი მაგალითად მარტო ეს რაღაცა სისულელებს 2 მილიონი მოიპარეს 3 მილიონი კი არა. ნარკოკარტელები სადმიდის კაცო, მე თქვენ ეთერში, სხვა ეთერშიც უკვე რამდენი წლები ამაზე ვლაპარაკობთ. ნარკოტიკები რო დაყარა ქუჩაში ბიძინა ივანიშვილმა. ეს გომელაურ ლილუაშვილს ხო არ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს და ბიძინას. იქნება ბიძინაზე გაძლევთ კაცო ეს კაცი ჩვენებას დაუძახეთ, გამოკითხეთ, დააპატიმრეთ და აბა ნახეთ იქნება კოლცენტრებთან დაკავშირებით. ბიძინაზე მოგცეთ ჩვენება, უჩა მამაცაშვილზე მოგცეთ, უჩა მამაცაშვილს ხო დაუთხდა ბიძინა ივანიშვილს თავის დეიდაშვილი დაუთხდა, იმიტომ რომ რაღაცა ფულს მოთხოვა მაგასაც, რომ ჩემს გარეშე ძმაო ფულს რო აკეთებდი, მე გამიჭირდა მომიტანე ხა ხალხს რო გაღლიტე ეს ფული ამ ქართველ ხალხს, ეგ ჩემი ფულია. ხო და აბა ისა რა ქვია, ეს უჩა მამაცაშვილის მოსაკითხია, ხო? ნარკოკარტელებზე, კოლცენტრების საქმეზე, ასე ვთქვათ, სანქცირებული ნავთობის შემოტანის საკითხზე მოკითხონ ამ ადამიანებს, კაცო და იქნება ბიძინა ივანიშვილზე გადის ეს ყველაფერი. სანქცირებული ოქრო რო შემოდის ესე ჩემოდნებით რო შემოდიოდა და შემოდის ახლას და მე ევროპაში რაღაცა იმას რო უცვლიან სერტიფიკატს, ქართულ სერტიფიკატს დაადებენ რუსულ სანქცირებულ ოქროს და ყიდიან ევროპაში და შემდეგ. ბიჭებო, ამ სქემაში იქნება ბიძინაც არის გარეული. თქვენ ხო გესმით ეხლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, უბრალოდ ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ამოღების სპეცოპერაცია. ბიძინა დასანქცირებულია, ქეშზე ძებს გიორგი, ქეში უნდა, იმიტომ რომ კრიპტოში გადაახურდაოს, რომ ხვალზე თუ გასაქცევად ექნება საქმე, ბაშარ ასადივით რუსეთში ჩემოდნები და ქეშით კი არ წავიდეს, კრიპტოში კონდეს რომ ვერ წაართვას. მაგალითად იგივე მე პუტინმა თუ მისმა გარემოსვამ და მაგდენჩკუას ხმარობს ეხლა რომ ეს ქეში აიღოს და კრიპტოში გადაახურდაოს. იგივე ბაჩიაშვილსაც ხო ამიტომ აწამებს რომ ის კრიპტო უნდა, ფული უნდა ბიძინას, ოღონდ კრიპტოში უნდა ის ფული. აბა ეხლა სხვა დასანქცირებული ამერიკის ხაზინის სანქცია აქვს ივანიშვილის ხვალზე კიდე სხვა სანქციები ელოდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა ერთი მოკლე რაღაცა გავაკეთო რა. ეხლა მე ბევრი ოცნების მომხრეების ის და აი ბაჩიაშვილზე არგუმენტი აქვს თუ აი ბიძინასო კაცო როგორო აი ესეო შვილივით ძდიდაო და იქ ფულთან დაკავშირებითო კაცო რატო მოვიდათ ეგ გაუგებრობაო და რაღაცა ვითომ ამტყუნებს ქოცი თავის თავს იცავს ეხლა გიორგი აი მაგალითად კასპის მერის მოადგილე სამგორის რაიონის გამგებელი ჩუღურეთის გამგებელი დიდუბის გამგებელი და მოადგილე რითი იცავენ ეხლა აიღათა სახში შედან არა კაცო მე არ უღალატე ბიძინა ივანიშვილს და ჩემთან არავინ არ მოვა მე ხო არ უღალატე ბიძინას და არ უღალატე ბიძინას ერთი კითხვა მინდა დაუსვა ამ ხალხს ღარიბაშვილის ნაღალატები სად ნახეთ ბიძინა ივანიშვილზე? აი სად მარტივს გეკითხებით, ხო? აი ბაჩიაშვილზე გაქვთ თქვენი არგუმენტები, რომ იგზმაო ფული. ღარიბაშვილმა როდის უღალატა ბიძინას? ქვეყანას რო უღალატე გავა, აი კოც ველაპარაკები, ხა აი ჩუღურეთის გამგებელს, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს და განყოფილებაში რომ ვიღაცები ბუჩუნობენ იქ და 1000 აღები მიცემობაში არიან, აი თქვენ მოგმართავთ. სად ნახეთ გომელაურმა როდის უღალატა ბიძინას? რა არ გააკეთა? არ დაგვლეცა, არ გვესროლა, არ დაგვასახიჩრა თუ მაგნიცკის სიაში არ ამოყო თავი და მთელი მისი ოჯახი და შთამომავლობა არ გაუბედურა, ხო? მაგნიცკის ტერორისტების, მკვლელების სიაში მოხვდა ფულისთვის და ბიძინა ივანიშვილს რომ ემორჩილებოდა ამის გამო. მოიცე, სად ნახეთ ამის ნაღალატები? თუ გრიგოლ ლილუაშვილს არ ყავდა სუსის შენობაში, FSB-ს აგენტურა გავსებული და ინსტრუქციებს არ იძლეოდა. გომელაური მოხდა, მაგრამ ღარიბაშვილიც არის რამდენიმე ასეთ სანქციებს შორის, თუმცა მის მიმართ ესეთი მკაცრი სანქციები არა, კი, გიორგი, ნახე, რისი ახსნამიდა, ნახე, მე ველაპარაკები ზესტაფონში სამართლე კოდს, თავს იმშვიდებენ, რომ ჩემთან არ მოვა ბიძე, მე ერთგული ვარ. სად ნახეთ, როდის გალანძღა ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ ბიძინა ივანიშვილი, ან როდის არ გააკეთა. ან ნახეთ რისი თქმა მინდა, ბიძინას არ ჭირდება ეს, რომ უღალატებ, არ უღალატებ, ტყირზე ტალახს დაიდებ მის გამო მაგნიცკის სიაში მოხვდები, დაუპირისპირდები ცივილიზებულ სამყაროს.
რო დაჭირდა ესე იგი მათი მძევლა დაიყვანა ყველა პასპორტები ჩამოართვა მინისტრი იჭერს იქ ხალხს ესვრის კლავს რო დაჭირდა აგერ ბაჩიაშვილის ციხეში აწამებს რიჟვაძეს კლავდნენ აგერ იმას აქვია ღარიბაშვილი ხა თავისუფალია თქვენი აზრით მართლა ესე გონიათ კაც ღამე არ ძინავს მთელი სამეგობრო დაუჭირეს და მართლა ტელეფონს რო იღებს ადვოკატის გარეშე ალბათ ბიძაშვილს არ ელაპარაკება ადვოკატი იმიტომ რომ ეშინია ეხა იმან არ ჩაუშვას იმან რამეა ერთადაც ვეღარ დასხდებიან სუფრაზე ეს გომელაური და ეს ვერ დაждდებიან იმიტომ რომ ეშინია იმან რომ რამე თქვა შემზე ой მე ხამა რო ჩამიშვას და თან ამის მაგალითი რა არა გვაქვს აგერ გახარიას ესე იგი ჩვენი მინისტრიაო და გახარია ესეთი მაგარიაო და მეუღლეები ერთად ისვენებდნენ ბავშვები მოვანათლეს ერთმანეთს და დაყავთ ეხლა პროკურატურაში საჩვენებლად სატელევიზიოდ და გახარიას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევინებენ ხო მინისტრები დაზვერვის მოადგილეები ვინ და რომელი სტრუქტურის ყოფილი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ყურადღების ქვეშ რომ ყველანი არიან ეგ ეხლა უკვე ყველასთვის ნათელია მაგრამ ასე საჯარო პროკურატურის ყურადღების ქვეშ ვინ შეიძლება მოიქცეს რომ საზოგადოებას მე გეტყვით ეხლა რამდენიმე დეტალს გეტყვით ჯერ ერთი რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში არის პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების ჯგუფი შესული და თქვენ შეგიძლიათ კითხოთ მინისტრს ან მის აპარატს პროკურატურამ ამ თვეების განმავლობაში იმუშავა თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მე მაქვს ინფორმაცია რომ ამ ქარსელაძეს თხოვენ 150 მილიონ დოლარს 9 მილიარდ ლარამდეა საუბარი ოღონდ მას და მის სამინისტროში უნდა შეგროვდეს ეს ქეში თავისი მუნიციპალური განვითარების ფონდით გაგზელებული და იქ უკვე დაიწყო სხვათა შორის ახალმა მინისტრმა რომ იქ რაღაცა ბაღი ვერ დაამთავრეს აქ რაღაცა კორუფცია ეხა დავამთავრებთ უკვე რაღაცა ეს სტყორცნის რაღაცეებს, ისინი ცუდები იყვნენ, ეხა ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ. ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საუბარია 150 მილიონ დოლარი ამ ქარსელაძემ უნდა მიიტანოს და ასევე მარტივ რაღაცას გეტყვით კიდე, ჩემი ინფორმაციით პროკურატურაში შვებულებიდან გამოიყვანეს ეს რა ქვია 12 პროკურორი, მე რაც ვიცი, 12 პროკურორი გამოიყვანეს ესე ვთქვათ შვებულებიდან იმის გამო რომ ეს საქმეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიკრას ღარიბაშვილის ლილუაშვილის ქარსელაძის და იმის რა ქვია გომელაურის წინააღმდეგ მაგრამ უნდა ვთქვა ერთი რამეც გომელაურზე ისი არ ჩქარობენ ისი არ ჩქარობენ როგორც დანარჩენ მაგალითად სამზე. ამიტომ უნდა გვესმოდეს შვებულებიდან გამოყარეს ხალხი რომ სწრაფად ეხა ეს საქმეები გაკეთეს და მე არ ვიცი თქვენ მე მგონი თქვენ ეთერში იყო თუ არ იყო რატომაც ესე მახსოვს მაგრამ აი მაგალითად ბათუმის მერი საფრანგეთში მიდიოდა არ გაუშვეს საზღვარზე და მაქვს ინფორმაცია შეიძლება რამდენი შეიძლება ან დღეს ან ხვალ დააკავონ თუმცა მე რო ახლა საჯაროდ საუბრობ შეიძლება რამდენიმე დღე თავისუფლება ვაჩუქო მიჩუქნია მისთვის თავისუფლება თუ ხვალ არ დააკავებენ მაგრამ ჩიკოვანმა ხომ იცის ხა ჩემს გარეშეც რომ საზღვარზე არ გაუშვეს საფრანგეთში მიდიოდა ალბათ გარბოდა ხო იმიტომ რომ რიჟვაძის საქმეებიდან გამომდინარე და ოღონდ რიჟვაძის და აჭარის საქმეზე და ბათუმის უკვე ლოკალურადაც რო ჩავიდეთ ნამუშევარი აქ დღეს რომ პროკურორია დინარაძის კადრი პირადად მას აქვს ნამუშევარი ამ საქმეზე რომ იცოდეთ აბსოლუტურად ყველაფერი იქ ჩიკოვანი რიჟვაძე პოლიციის უფროსი მოადგილე ყველაზე სამსახურები მინისტრი ამ ხალხზე იმუშავა პირადად აი ამ გენერალურ პროკურორად რო დანიშნა ახლა დინარაძე მისი ახლობელი და მეგობარი ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან დიახ ხო ბარემ კითხვა მინდა დაგისვა და ჩვენი საუბარი რო შევაჯამოთ ამ ეტაპისთვის რაზეც თქვენ საუბრობთ ეს ნიშნავს რომ ივანიშვილი ფაქტობრივად მის მიერ აწყობილი სისტემის შუალედურ და ზედა მართველი რგოლების ხელმძღვანელებს ახლა უკვე გნებავთ პარსვადავა, გნებავთ წველის, რაც გინდა ის უწოდოთ, მათი რეპრესიების ეტაპზე. პარსვა კარგი სიტყვა, ბიზნესაც უყვარს ესეთი ჟარგონები. გაპარსეთ კაცო, მოიყვანეთ, ფული მოიტანეთ ეგეთი. ხო და უყვარს ესეთი რაღაცები ბიზნეს. კი, პარსავს, ჩემი კითხვა რა შემდგომარეობს, უყურეთ, ეს სისტემა და ამ სისტემის სტაბილურობას თუ მდგრადობაც, სწორედ ამ ადამიანებს, ამ ვერტიკალს და ამ ადამიანებისადმი ქართული ოცნების ადგილობრივ კლიენტურას უკავშირდებოდა, ხო? ჩვენი გადაცემის შესავალში ერთ-ერთი ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდაჭერი ქალბატონის პოსტის შინაარსი წავიკითხე, რაც ერთ-ერთია მრავალთაგან და კიდევ უფრო ბევრი თქვენი არ იყოს გამგეობებში, მუნიციპალიტეტებში, სამსახურებში, ამას უბრალოდ ვერ წერენ, იმიტომ რომ ეშინიათ, ხო? მან გამოხატა უბრალოდ ეს. რატომ აკეთებს ივანიშვილი? გავიგე რომ
ქეშად ფული ჭირდება, თუნდაც კრიპტო და ასე შემდეგ, რაც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ სანქციები მუშაობს, წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მას ჭირდება ამ დეფიციტის ნაწილობრივ მაინც შევსება და ამოვსება, მაგრამ ეს ყველაფერი ხო პარალელურად ძალაუფლების მდგრადობასაც ემუქრება. ანუ ვისაც ამას აკეთებინებს, მე პროკურატურაზე არ ვლაპარაკობ, ისეთ სისტემებად ჩამოყალიბდა ეს მთელი ამდენი წლის განმავლობაში, ზევიდან რასაც უბრძანებენ, იმ შეკვეთებს მე ასე ვთქვათ მიყვება, მაგრამ პოლიტიკური შემადგენელი კობახიძის, მდინარაძის და ოხანაშვილის გადამრჩენის, როგორ ვთქვათ, მათზე დაყრდნობის იმედზია, აი გომელაური რო ახსენეთ. იმ გომელაურს ყავდა ხარებას ქვევით იყო მთელი, ასე ვთქვათ, ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც აი რო ეთყობდნენ, მიდი, არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო, როდესაც ბრძანების დროს გასცემენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მიდიოდნენ უპირობოდ, აკეთებდნენ ყველაფერს. ის ხალხიც ახლა გომელაურთან ერთად სისტემისგან გავიდა, საწავიდა, რა განწყობაზეა, რას იზავს მომავალში, ყველას ამ საფრთხეს განცდა აქვს. აი, რატო აკეთებს ამას თქვენი აზრით? ამ საფრთხეებს ვერ ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს? გონიერი ადამიანი კარგად დაფიქსდება, გონიერი ადამიანი და შესაძლოა სადმე იფიქროს, რომ ბიძინა რაღაცა ხვალზე საკუთარი თავის გადასარჩენად ხომ არ შვიდად წყნარად ხომ არ იქნება და რაღაცა გარკვეულ პროცესებში თავადაც ხომ ხელს არ შეუწყობს, რომ ეს ყველაფერი დასასრულისკენ წავიდეს. აბა გონიერი ადამიანი ამაზეც იფიქრებს. მეორე და მნიშვნელოვანი თქვენ ხო გესმით, რომ მე რომ ბიძინას ერთგულ ხალხზე ჩამოვთვალე ახლა და ეხლა რომ გაფაცისებით რომ უყურებენ ეს კოცები, აბა იქ ხატისავით რო ედოთ ღარიბაშვილის და გომელაურის და ლილუაშვილის ფოტოები, რომ ეხლა ჩამოხსნა და საწაიღონ, ეხლა ვისი ჩაანაცვლონ, მართლა მდინარაძის ფოტო ხო არ ჩაანაცვლებენ და გიორგი უნდა გესმოდეთ მართლა ესია რა გულწრფელად მინდა გითხრათ აი ხა ის ხალხი ვინც ოცნების სასარგებლოდ იბრძოდა 2012-ში აღარავინ არ არის კაცო კობახიძიდან დაწყებული მდინარაძე მიქანაძე ოხანაშვილი ესენი სად იყვნენ 2000 ამათ არ უბრძოლიათ მართლა არ უბრძოლიათ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ კაცო ან რაღაცა გამორჩენის მიზნით მაშინ თანამდებობაზე იყვნენ მაგრამ მიქანაძე იგივე ხო ან მდინარაძე მაშინ რაღაცა ცდილობდა რომ დაელაგებინა ეს ამ ხალხს არ უბრძოლია მართლა ხო ხვდებით რომ ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა ესე აიღო თავისი ერთგული ხალხი ნაგვის ხუთში გაისროლა მიუხედავად იმისა რომ ერთგულად ემსახურენ ბოლომდე და მოიყვანა ხალხი რომელსაც აბსოლუტურად არანაირ ბრძოლაში მონაწილეობა თითიძე არ დაუდიათ ხო ეს ხო ნიშნავს იმას რომ ბიძინაც ფიქრობს ხვალზე იმაზე რომ აი ეს ყველაფერი ძალიან მალე ახლოს არის უკვე ეს აღსასრული და მე რომ საუბრობ რამდენიმე წამი მინდა რომ თქვა რომ ჯილდო სახით გადაეცემა კი და ამას დიდი ამბავი აქვს დატეხილი და ეს ნორმალური ფორმაა როცა ვამბობთ რომ ვინც ქართულ ხალხს არ ესვრის მაგალითად 4 ოქტომბერს და დიდ 100,000-ობით კაცი რო გამოვა დადებს იმფარს და ეტყვის მე არ ვესვრი მე არ ვიძალადე მე არ ვაწამებ ადამიანს როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება ჩვენ მას მივცეთ $200,000 ჩვენ ვინ ხალხი ვინ და ფულს საიდან მოვიტანთ კიდევ ამბობ რა ეხა ელექტროენერგიას ყველა იხდის ხო და ამ იმაში რა ქვია მაფიაში უჩა მამაცაშვილს მიაქვს $100 მილიონი აღარ იქნება უჩას მაფია აღარ იქნება ნოღაიდელის მაფია აღარ იქნება კალაძის მაფია აგერ რკინიგზაში $100 მილიონი იპარავენ შუამავალი კომპანიებით აღარ იქნება ეს და ეხა ბოდიში ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის რომ ვიღაცას დავაჯილდოვებთ თუ ასე ვთქვათ ადამიანებს არ ესვრის არ აწამებს არ მოიტაცებს და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაში მონაწილეობას მიიღებს და მეცაც გეტყვით შეიძლება ბიძინამაც შეუწყოს ამ ყველაფერს ხელი პირდაპირ გეუბნებით ეს ყველა მოქმედება მაგ ყველაფერს ანიშნებს და აჩვენებს ესე მიდის ეს ყველაფერი რომ მანდ მივალთ საბოლოო ჯამში რომ 4 ოქტომბერს 100,000-ობით ადამიანი გამოვა პაატა ბურჭულაძის ინიციატივა ეს არ არის პარტიული ინიციატივა ეს არის სამოქალაქო ინიციატივა და მუდმივად ამას ხსნი პაატას ბატონ პაატას არც პოლიტიკა აინტერესებს არც პარტია არც ახლა და არც მისი გაცხადებული პოზიციაა ხო ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას რომ ქართული ხალხი თუ დადგება ერთად ჩვენ შეგვიძლია საბოლოო ჯამში ამ რეჟიმის რომელიც უკვე დგას მართლა შუშის ფეხებზე როდის გაუტყდებათ ეს ფეხი არავინ არ იცის და შესაბამისად ძალიან მყიფია ის ნიადაგი რაზეც დგანან უმარტივესი დასასრულებელია და მე დარწმუნებული ვარ ეხლა დღეს რაღაცებს ბოდიალობდნენ ჩემი 6 დღის წინანდელი ის ამოიღეს განცხადება თქვენ ეთერში სხვათა შორის რომ მე ვთქვი რომ ბიძინა ივანიშვილი მონახავს ადამიანს რომ ვისთანაც უნდა იკომუნიკაციოს და ამ გიჟებს არ გააკოჭენებს თავს მეთქი რა მართლა ეხლა დინარაძეს და ამ კობახიძეს და ამ ხალხს ხო და კი მონახავს კაცო რა არის მაგაში პრობლემა რომ კომუნიკაცია დაამყაროს რომ საბოლოო ჯამში აი ამ
ამ სიგიჟეში, ასე ვთქვათ, ეს სიგიჟე დამთავრდეს აბსოლუტურად მშვიდობიანად. და მე მინდა მიმართო საჯარო მოხელეებს, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ასე იქნება. ეს ბიძინა ფიქრობს, დარწმუნებული ვარ უკვე ამაზე და ეს ყველაფერი ამას მიანიშნებს. ჩქარობს ეს ადამიანი, რომ აბა ეს ფულები ამოიღოს, აბა რაღაცა მე ეს აბსოლუტური სულელი ხალხი მიუშვა ხელისუფლებასთან, გიჟებივი დარბიან, რაღაც 1000 სიგიჟეს აკეთებენ. ეს ბუნე შეუქცევადი პროცესია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მივამაქამდე ოღონდ ჩვენი წინააღმდეგობა და ჩვენი ასე ვთქვათ პროტესტი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს დავასრულო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. მადლობა ლევან.